Welcome as well. Welcome Dagloso, welcome Raval, Sulko Penovas, Dagasol. When you just ready, when you are probably never ready, Ella, Markman Nebel Yadavia. It is Respeto. Akformet Kagan, Ertel, Digital Sauliaris, Sulko Penovas, Pesasau. Magramun Davidson, Chedro, Pella Persats, Sakuzuel. Saname Sulko Penova iknebოდა. Aglo Victoria-თა სიტყვის წინ, ვიდრე უფალი ჩვენი იესო ქრისტე უაფენდა სულიწმინდას. მანამდე რა თქმა უნდა ძველადმაში, ძველი აღთქმის ეკლესიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ სულიწმინდა მოვიდოდა ადამიანს. გარდა მოვიდოდა მადლი სულისაწმინდის. Იოველის წინასწარმეტყველთან არის ასეთი სიტყვები და მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ხორცსა ზედა. იოველის წინასწარმეტყველი იცით რომ ქრისტესობამდელი მოღვაწეა და ებრაელები რომელთაც ძველადმაში მხოლოდ მათ ჰქონდათ ჭეშმარიტი სარწმუნოება ისინი ელოდებოდნენ მესიას რომელიც მოვიდოდა მხოლოდ მათთვის. Რაღაც თითქოს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ, რომ საკუთარი ღმერთი ყავდათ, რომელიც გაყოფა სხვასთან არ შეიძლება. იაჰვე, ნამდვილი და ჭეშმარიტი ღმერთი ეს მათი ღმერთია და მათთვის უნდა მოვიდეს. თვითონ უნდა გააბატონოს ქვეყანაზე და მათთვის უნდა გააკეთოს ყველაფერი. მაგრამ თავისი სიტყვები იოველის წინასწარმეტყველი ძველ აღთქმაშივე ამ ხელს გავს იაზროვნების იუდეველებს და ეუბნება ასეთ სიტყვებს. უფლიდან მომავალსო და მივფინო სულისაგან წმინდისა ყოველსა ხორციელსა ზედა. რას ნიშნავს ეს? სულიწმინდის მადლი სულთმოფენობის დროს გადმოვიდოდა არა მარტო ებრაელებზე, არამედ ყოველსა ხორციელსა ზედა. ზოგიერთს გონია რომ მარტო მართლმადიდებლები ვართ ადამიანები. ზოგიერთი უფრო ფართოდ განიხილავს ამას და გონია რომ მარტო ქრისტიანები სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანები ვართ ადამიანები. ავიწყდებათ რომ ადამიანები არიან იუდეველებიც, მუსლიმებიც და ასე ვთქვათ წარმართული რელიგიის მატარებელი ადამიანები. ყველა ღმერთის შვილი. და ღმერთი გვეუბნება რომ მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ხორცსა ზედა. ანუ ყველასთვის მოვაფენ მე სულიწმინდას. არა მარტო ვიღაცისთვის კონკრეტულად, არამედ ყველასთვის მოვაფენ ამას. მაგრამ აქ და საკითხი ძალიან საინტერესო. ვინ მიიღებს ამ სულიწმინდას? თქვენ იცით რომ ნათლობის დროს ყველა დასწრებით ალბათ ნათლობას ზოგი ცოვანი მოინათლა, საკუთარი ნათლობა ახსოვს. ზოგი წვის ნათლობაზე ყოფილა და იქ არის ასეთი სიტყვები ბეჭედი მონიჭებულა სულისამიერ წმინდისა. ანუ სულიწმინდით აღიბეჭდება მონათლული ადამიანი. მაგრამ სულიწმინდით აღბეჭდის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს დედამიწის სულზე. არა მარტო ებრაელებს, არა მარტო ქართველებს, არა მარტო რუსებს, ბერძნებს. სულიწმინდის მადლით რომ მოინათლოს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს დედამიწის სულზე. ჩინელი იქნება ეს, ინდოელი იქნება, ახალი ზელანდიიდან იქნება, სამხრეთ ამერიკელი თუ ჩრდილოეთის ტუნდრაში იცხოვრებს. ყველას აქვს უფლება, მეორე საკითხია იღებს თუ არა იმ გზას. მაგრამ უფლება ყველას აქვს რომ სულიწმინდის ბეჭედი მიიღოს და სულიწმინდის მადლი მიიღოს. როგორ ეუბნება მაცუმარი მათეს სახარება როგორი სიტყვებით თარდება მინდა შეგახსენოთ. რას ეუბნება მოციქულებს? ჯერ გარდამოუნა ცეცხლის ენების სახით, ევანგელ სამოციქულოს ვინც უსმენდა ყურადღებიდან. თხოვნ ყველას რომ როცა იკითხება სამოციქულო, როცა იკითხება სახარება წირვაზე, მოусმინეთ ძალიან საინტერესო სიტყვებია იქ. როდესაც ჩვენი
ის მე დავით კითხულობდა დღეს სამოციქულო სიტუაციით სიტყვები რომ სხვადასხვა კუთხიდან მოსული ადამიანები ესწრებოდნენ სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს. როდესაც ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა სულიწმინდა ზეციდან. და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ მოციქულები. სხვადასხვა ეს მას ნიშნავს რომ ყველა ენაზე რაც კი არსებობს დედამიწის სულზე, ყველა ენაზე იქადაგა და იქადაგება სარწმუნოება ჭეშმარიტი ქრისტესია. მეორე საკითხია ამას მიიღებს თუ არ მიიღებს ყველა, მაგრამ კიდევ როგორც მოციქულებს ეუბნება ამ სახარებაში წერია რომ წარმედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნახელსებით მათ სახელითა მამისა და დადისა და დასულისა წმინდისა. ასეთი სიტყვებია. ასე რომ დღევანდელი დღის მადლი ძალიან დიდია. ორ სიტყვაზე მინდა გავამახვილო ყურადღება დღევანდელი სახარებიდან ეს იყო წყარო და სინათლე. წყარო იცით თქვენ რაც არის? სადღაც წყარო იწყება, მოწიწიკებს და იმ წყაროს იქ რო დალევ ყველაზე სასარგებლოა და ყველაზე გერბილი. მაგრამ ის წყარო იქ არ ჩერდება, სადღაც მიდის და ზღვაში ვერ ხდება მე. რაც არ უნდა პატარა წყაროა. და სინათლე რაც არ უნდა წვდიანი იყოს. რაც უფრო ბნელა, მით უფრო ძლიერია სინათლე. აი პატარა დაბნელებულ ოთახში სულ პატარა სამყარო შეიტანოთ განათებს სიყვარულს. რას ნიშნავს ეს? სიბნელეს თავისთავადი არსი არ აქვს. არსი აქვს მხოლოდ და მხოლოდ სინათლეს. და სადაც არის სინათლე, იქ სიბნელე და წვდიანი ვერ იქნება. თუ ჩვენ გულში გვაქვს წვდიანი და სიბნელე და გული დახშული გვაქვს, მაშინ ის სინათლე, საფრთხო სინათლე აღარ შემოდის ჩვენში. მაგრამ თუ იქ გული ღია, ღვთისთვის აუცილებლად ის საფრთხო სინათლე შემოდის და ჩვენ დავეწაფებით იმ წყაროს, რომელიც მომდინარეობს ღმერთისგან. რისი წყაროა ეს? სიცოცხლის წყარო, სიყვარულის წყარო, ყველა ნებისმიერი საქმეების წყარო არის ღმერთი. აი იქიდან მომავალია ყველაფერი საქმეება და ყველა სიკეთე. ამიტომ ვთხოვთ ყველას და გლოცავთ და გევედრებით რომ იმ წყაროს დავეუყუროთ. ვიღაცა ბები ამბობს თქვა მეზობელმა იმას თავი გააკეთა. ქუჩაში რო ვიღაცა შეხვდა და რაღაცა გააკეთა იმასაც თავი გააკეთა. ვიღაცა რო 3 მეტროზე ახტა და ჰაერში გაჩერდა იმასაც თავი გააკეთა. ეს არ არის თქვენი საქმე. თქვენ აქ რომ მოდიხართ, დელი გადაგებს ამბიონიდან, სახარება გაქვთ სახში, წაიკითხეთ. დაუკვირდით ყველა სიტყვას და ის წყარო, სიცოცხლის, სიყვარულის, საქმეების და ცხონების წყარო, რომელიც ზეციდან მომდინარეობს და სულიწმინდის მადლით დღევანდელ დღეს მოეფინა მთელს კაცობრიობას, დარწმუნებული იყავით, რომ ყველა თქვენთაგანში შემოვა და ყველა თქვენგანს გააწყდებს და გაანათებს სიცოცხლის წყარო. მერთმა დაგლოცო, მერთმა გაგახარო, გაგაზიარო დაიდებოს მერთმა, რომ ის სიცოცხლის წყარო ყოფილიყოს ჩვენთვის ერთადერთი და ნამდვილი წყარო და ის სინათლე, რომელიც მისგან მომდინარეობს, ჩვენ ჭეშმარიტად ვიყოთ და ამ ნათელსა შინავიდოდეთ. თუ ამ ნათელში დადიხარ, ბნელი ვერ გეწევა. მაგრამ თუ ბნელში დადიხარ და ამ სინათლის კარებს დაკეტავ და დაახშობ, მაშინ ეს სინათლე ვერ შემოვა შენში და ვერასდროს ვერ განათლდები და ვერასდროს ვერ დაეწაფები მაცხოვებელ წყაროს, რომელიც მისგან მომდინარეობს. მერთმა გაგლოცოთ, მერთმა გაგახარო და გაგაზიარო. ჩვენთანაც მერტ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის მუხმოდრეკის ლოცვები. ჩვენ ახლა დავიწყებთ წლს, იქნება მუხმოდრეკის ლოცვები და დაახლოებით 1 საათში ყველაფერი დამთავრდება. იყავით ხნე, იყავით ძლიერნი და ნუ დაგეზარებათ ლოცვა და დარწმუნებული იყავით, რომ მადლითა და სიყვარულით დაფერული წახვალ სახში. დაგლოცოთ და გაგახაროთ მომაზეციერება. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. როცა აკურთხებს ამას და არ არის რა მაგ ვერიფა დაგლოცოთ და ძალიან ხობრო სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ეს დახევ რაღაცა გადალაპარაკეთ.
როცა ლოცვაზე ვარ, ვიყოთ ლოცვაზე და რაც უფრო კარგად ვიქნებით ლოცვაზე,